გაზაფხულია კარზე მომდგარი. აგვიყვავდება მალე მდელონი და სანამ მარტი ჩამოვა ჩვენთან, იქამდე მოდის ალენ დელონი. ალენ დელონი თბილისშია. ლეგენდარული მსახიობი 12 თებერვალს ბაადა ბურჭულაძის 60 წლის იუბილეისადმი მიძღვნილ კონცერტს წაიყვანს. აჰა ბატონო, მე კიდევ გამოხვალ და იტყვით ოცნების ხელისუფლება არაფერს აკეთებს. წარმოიდგინეთ, კაცო, რამდენი ადამიანის ოცნება იყო ალენ დელონის ნახვა. და ის საქართველოშია. ოღონდ კომიკური კი ეს ცხოვრება. ერთადერთი ოცნება ახდა მგონი ბოლო წლების განმავლობაში და ის ერთიც ვერ მოარტყეს დაპირებებში თავის დროს. ახლა ალბათ ნახევარი საქართველო იმას იხუმრებს, რომ ალენ დელონი ახლა თორემ ეგეც არ მყავდეს ალენ დელონიო, მაგრამ ეგ არაფერი, კაცო. ტოტო კუტუნიოს რა გაუნდა ეთქვა, აბა, ისეთებს ხუმრობდნენ თან ყოველ ჩამოსვლას. ხო და გაისეირნებს ალენი, დალევს გვინოს. მე იტყვის, რომ საქართველო ვაჟას სამშობლოა და შეუძლებელია ცუდი ქვეყანა იყოს. მე ჩვენ ყველას გაგვიხარდება და შეიძლება ისიც აღმოვაჩინოთ უცებ, რომ ალენ დელონის ბებიას ქართული ფესვები ჰქონდა. მე ჟურნალისტები დაწერენ, როგორ მოეწონა ალენ დელონს ხინკალი და დაითვლიან ხინკლის რამდენი კუჭი დარჩა თეფშზე. მოკლედ კარგია, მართლა კარგია. რაღაცა დადებითი რო ხდება ქვეყანაში. ხო და მინდა ლარის კურსაც მიმართო ბარემ. ალენ დელონი ჩამოვიდა და როგორ გაგვახარა. ხო ხედავ, ხო? ხო და ჩამოდი შენც, ჩამოდი. ეგეც გაგვიხარდება, დედას ფიცავარ.